begins over from the cage, Mr. Raul Tufarawi. სულ მალე დაიწყება სადარიან მებრძოლები. მესამე ორთაბრძოლა. როგორც აღნიშნეთ სტილისტურად ორი განსხვავებული პოლუსი იბრძვის, მოჭიდაობა და სტრაიკინგი. შემადგენლობარი ყავს ორივე მებრძოლს. ვეკვა ბერულავას წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო ვეკვა პრესავს. ეხლა უნდა შევიდა და რასაკვირველი აქ ტეიქდაუნი იქნება. მაღალი გდება. ძალიან იჩქარა დემურიმ, რადგან წავიდა. ესე დისტანცია უნდა შეენარჩუნებინა. ვფიქრობ ეხლა შეიძლება ანაკონდაზე წასვლა. თუმცა მაჯებს უკონტროლებს. ეხლა გილოტინას გადავიდა მისა გარდი. მისა. ეხლა grounded found-ი შეიძლება შემოგთავაზოს ლუკამ. half გარდი ეხლა უკვე შეიყვანა დაიბრუნა გარდი ვეკუამ და ცდილობდა სვიპის შესრულებას. თუმცა ბატერფლაი ცალიფეხით ძალიან რთული შესასრულებელია. აი ბატერფლაი ცდილობს, თუმცა არ გამოვა. მაღალია დემური და ეხლა ეზეკიელს კრავს. კრავს ბერულავა შეიძლება ყველაფერი 1000-ად დასრულდეს. საკმაოდ მძიმე პრესინგი აქვს. ჯერჯერობით უძლებს დემური. უძლებს, თუმცა სადამდე გაძლებს სისხლდენას ხედავს. არა. ეხლა დარტყმები არაფრით არ შეიძლება, უარესი მოხდება. ჯობი ალბათ გამოსვლაზე ეცადოს. დაკეტა, ბოლომდე დაკეტა. ვეკვა გაძლებს თუ არ გაძლებს ეს უკვე დროის საკითხია თუ ახლა. დაიღალა ალბათ ხელები. სწორიც იყო დიდი ხანი დაღლას ჯობდა. სხვა პოზიციაშია. ვეკვა რაც. აი მიდის ground pound-ი. არ გამოვიდა და ხა მიიღო მძიმე დარტყმები. დარჩა 1 წუთი. ახლა ხრის მტკივნეულზე ცდილობს თავის შეყოფას. ბერულავა. თუმცა გარდიდან საკმაოდ რთული შესასრულებელია, მინდა გითხრა ედიშერ. იშვიათია. იშვიათესია. ალბათ გამოცდილების თემაც არის. დემური მაინც კიკბოქსინგიდან ახალი გადმოსულია. ახლა პირიქით დემოსპრომეტის შანსი აქვს. თავარია ეგ ground pound-ის დროს შეუულია. არბარზე შეყო. შევიდა დაიჭირა. ეს რა ხდება? ნახო და საქართველოს ჩემპიონი. აი ხა შემოუარა საიტიდან. ძალიან იგრძნო მომენტი, თუმცა ბრავო ვეკუას. პარტერში. თუმცა ბრავო ვეკუას კიკბოქსინგორი კაცმა. გრეპლერს არბარი გაუკეთა. 15 წამი ალბათ გაუძლებს დემური ბოლომდე. დემურ ძალიან ძიმე დაზიანებები აქვს სახეზე. საკმაოდ ძიმე რაუნდი ჰქონდა. ნახოთ რა იქნება მეორე რაუნდში. თავისი მომენტიც ჰქონდა, ვერ ვიტყვი რომ რაღაც ერთ სახათ მიმდინარეობდა იბრძოდა ამ რაუნდშიც, თუმცა სცენარი ბერულავას სცენარით მიდის ეს ბრძოლა. პირველი რაუნდი ახლოს იყო ორჯერ ფინიშთან. ახლა ხედავთ მომენტებს. კარგი ეზეკიელი გააკეთა, კარგი ეზეკიელი შეკრა, თუმცა რო ყოფილიყო საიტი გაცილებით დიდი წრეხი ექნებოდა. ჩემი აზრით გარდიდან უნდა გასულიყო ბერულავა, იმიტომ რომ მისი ბაზა გაცილებით მეც გვეუბნება პარტერში, ვიდრე დემურის ბაზა. დგომში სულ სხვა საკითხია, გასაგებია, მაგრამ მაინც მეტი შეეძლო, მე ვფიქრობ, ლუკა ბერულავას ground and found-ზე თუნდაც. ხა გამძლეობის თემაც არის. მეორე რაუნდში ვინ უფრო კარგი მომზადებულია ფიზიკურად. ახლა ნახოთ მეორე რაუნდში რა შემოხმაურებები ბიჭები. თუ შეცვალეს აიმე ტაქტიკა. ვეკუამ და შეცვალეს. ვეკუამ დისტანციაზე უნდა იჩხუბოს. კი, ამას წავიდეს წინ. ახლა არაფრით არ შეიძლება. ახლა აძლევს. იგივე შეცვლა რაც პირველ რაუნდში მოხდა. ისევ მივიღეთ. გარდი ახლა ჩემი აზრით ლუკამ უფრო გარდის გარღვევაზე უნდა იფიქროს, გადაბიჯებაზე და მერე ground and found-ზე. ახლა საკუთხედზე შეუძლია ასვლა. კი, მაღალი ფეხები აქვს. ახლა ზურგი მისა.
საიძე გადავიდა. ნიონ ბელიზე, აი ხა არა, მაუნტზე გადავიდა. ძალიან შეიძლება ისევ სახიფათო რეალდეკი პოზიციაშია. ჩოუგივიღო თუ გადატრიალდება, ვეკუა მესამე რენეი ჩოუგი. რეკორდს ვამყარებს. თუმცა საკმაოდ მძიმე დაჭერს. იდავ სახეზე ბერულავა და ეხა მარჯვენა ხელით საკმაოდ მძიმე დარტყმები შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. თითქოს ვერ იცავს თავს დემური. ცენტრირებული დარტყმები არ არის, მაგრამ რაოდენობა არის. ბევრი და შეიძლება გააჩეროს საჯმა, იმიტომ რომ მოყვარულებია. თუ პასუხო დარტყმები პასუხო დიდი ხანი გაჩერდება. მოძრაოს ვეკუა, თუმცა აბარი შეუძლია გააკეთოს გოლ. თუმცა ეგეც გარისკვა არის. გამორჩა მომენტი. ალბათ ნუ გასარისკი ლუკას არაფერი არ აქვს ამ ეტაპზე. ორივე რაუნდი დამაჯერებლად მიაქვს, რასაც ვერ ვიტყვით დემურ ვეკუაზე. უმძიმესი პირველი რაუნდი და მეორე ნახევარი გავიდა. რაუნდ ნახევარი ძალიან და უკვე აი გამოსვლას ძიმეს მიყავს და ეხა კიდევ იღებს მარტო იღებს დარტყმას და შეიძლება რეფერიმ გააჩეროს ორთაბრძოლა. უპასუხო დარტყმები აიღალა ბერულავაც, თუმცა უნდა ეცადოს ვეკუა გადაბრუნებას, გამოსვლას, გადასვლას. აქტიურობისკენ მოუწოდებს რეფერი. თვითონ მოყვარულის ხელთათმანი არ იძლევა მძიმე დარტყმების განხორციელების საშუალებას. მისი გაბარიტებიდან გამომდინარე არ არის იდაყვები და ნუ ასაკთანაც პატარა ასაკის მებრძოლები არიან, ახალგაზრდები, ფიზიკური ის მონაცემები არ აქვს და გამოცდილება. გრაუნდ ფაუნდის ზონის, თუმცა რაღაც ნახევარი წუთი მაგიტომაც ეხლა უნდა გააქტიურდეს. ბერულავა თუ უნდა რომ ნადრევი ფინიში აიღოს. აი გადატრიალების მცდელობა გალის გამოყენებით თავდება ეს რაუნდიც ალბათ დამთავრდება. ეხლა გადაატრიალა ვეკუამ. აი ხა დასრულდა. რამოდენიმე დარტყმაც მოასწრო. ნუ ბოლომდე იბრძვის. ორივე რაუნდი ლუკა ბერულავა გაკითა. ჩვენი აზრით გაიმარჯვა ლუკა ბერულავამ, თუმცა ბოლომდე იბრძვის დემურ ვეკუა. ნახეთ ახლა გადაატრიალა დარტყმების განახორციელა. მებრძოლის სული აქვს. კი ბატონო, არ ნებდება. ცუდ პოზიციაშია მთელი ორი რაუნდია, მაგრამ ნახოთ რა იქნება. ჩემი აზრით არ უნდა იჩქაროს წინ წასვლა. მესამე რაუნდში, იმიტომ იგივე სცენარი დიდი ალბათობით განვითარდება. მუხლის დარტყმა არ არის მოყვარულებში და შემოსვლა ბევრად უფრო ადვილია. იმის შიში არ აქვს მებრძოლს, რომ აი სახეში მომხვდება და ამიტომ ძალიან ბევრ ამას სulis იდაყვიდა მუხლი კი ბატონო, უკვე იწლება მიქს მარშალში. ფეხის დამცავების და ხელთათმანებიც დაკლება დამაზიანებელია. უშუალოდ დაელოდოს. ისევ ელოდება და ისევ შესვლა, თუმცა გაიჩერა და შეიძლება გილიოტინა გააკეთოს. ძალიან კარგად შეკრა. აიღო გილიოტინაზე. ახლა შეიძლება ფეხის აღება, ბოლომდე ჩადება ფეხის. თითქოს ძალიან ცუდ სიტუაციაშია ახლა ბერულავა, ნახოთ გამოვა და ხდება. სენსაცია. დემურ ვეკუამ დააძინა ბერულავაში. God damn, ეს რა მოხდა? რა ბრძოლა შემოატრიალა. აი ეს არის ზუსტად სრული წაგებული ორი რაუნდი. თავარია კონდეს მებრძოლის სული დანარჩენი დროის საკითხია. და თან როგორ არა ნოკაუტით, რომელიც შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო კიკბოქსერისგან, არამედ სრული გილიოტინით. არ მჯერა მეგობრებო, რაღაც სასწაული მოხდა. ჩემი აზრით ლუკა ძალიან დაიღალა და ეს აი არ ვიცი. No comments. მეგობრებო, აი ეს ხასიათი, რომელიც აი ბოლოს გადმოატრიალა მეორე რაუნდში ბოლოს და მაინც იბრძოდა ბოლომდე. ხა ბევრი ეცდებოდა ადგომას, იმიტომ რომ აგებს ჭიდაობაში, მაგრამ არა. ნექტაი მოულოდნელი იყო ხა საქართველოს გრაპლინგის ჩემპიონთან და აი ბრძოლის მერე ძალიან მაგარი
დროული გილიოტინა, ჯაპანის ნექტაი. Round 3, declaring the winner out of the blue corner, Temur გაიმარჯვა, მიულოცო დემურ ვეკუას, დავითიანი, კლუბი დავითიანი თბილისი.